მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ქართული ტევის ერთგულო მაყურებლებო, ჩვენ გამოვდივართ პროექტით სახელწოდებით მოგახსენებათ გუშინ დღეს ხვალ, მე უზენაეს საბჭოს რაკოვი ჯგუფს აღმოვადგენდა, გადაცემის პროექტს ქვია სახელწოდებით გუშინ დღეს ხვალ, ჩვენთან სტუმრად არის პატივცემული მუსიკაცოდნე პროფესორი მუსიკალური აკადემიის, მაღალი შეგნების სამოქალაქო პიროვნება ქალბატონი ნინო ჟვანია, მოგესალმებით. უხარული თქვენი მოსვლით და იმედია ფერბედნიერი იქნება ჩვენთვის, ქვეყნისთვის, სტუდიისთვის და ყველა კეთილი ადამიანი. იმედია. ახლა ერთი სიტყვით მოგახსენებთ ამ პროექტის შესახებ, ეს ახლა ეროვნული მოძრაობის აღზავებიდან ათვისებელ პირობითად საქართველოს ეხება მესამე აღზავებას დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს წინამდებარე სანამ მერაბ კოსტავა გამოვიდოდა, მოკლედ ათვისებელი ეს არის პირობით. შემდგომ გამოვიდა და მაშინ რევოლუცია ეგეყო და ზოგიერთები უიბრალებენ რაღაც რევოლუციონერობას. ჩვენ მუსიკოსები ძალიან ვამაყობთ, რომ მერაბ კოსტავა იყო კონსერვატორიის სტუდენტი. სერიოზული მუსიკალური ნაშრომები აქვს მაგ ვაგნერზე და ჩემი საყვარელი წიგნია. ვაგნერი ძალიან მეყვარს და მაგი განსაკუთრებით უყვარდა და მაგ ზვიაც მაგას ეგ ვაგნერის პეროსო პასეპალის მომენტი და სოკრესტეს და ეს ქრისტიანული იდეა მუსიკალური ალბათ ყველაზე დიდი ნაწარმოები, ალბათ ფილოსოფიურ, თეოლოგიურ, მისტიურ ჟანრში ყოველ შემთხვევაში. ჰიტლერიც კი ინტერესდებოდა სხვათა შორის და ექსპედიციაც კი გააგზავნა სხვათა პარსეპალის ყვავის აძიებლად ეს სხვათა შორის. ახლა ეს თემა სხვა გაწავიყვანს, არ დავცილდეთ ჩვენ თემას და ორი სიტყვით ესე გუშინ და ესესაც შემდგომ დამოუკიდებლობის აღდგენის 31 მარტი რეფერენდუმი, დამოუკიდებლობის აღდგენა 9 აპრილი, აფხაზეთში ჩატარებული რეფერენდუმი, ცხინვალის მომენტი გაუქმებული სამართლებრივი დემონტაჟი ცხინვალის სამხრეთ ოსეთის ეგრეთ წოდებული, ანუ საბჭოთა სამართლებრივი მომენტების ლიკვიდაცია, როგორც იყო ჩვენი ამოცანა, სამწუხაროდ შემდგომი პერიოდები და დღევანდელი კატასტროფულად დაცილდა ამ იდეას, როგორც პირიქით მუხანათურად ხდება ამის ნიველირება კი არა, ხელყოფა შეიძლება ითქვას, ეს არ უნდა დაუშვათ, ამიტომ კიდევ ერთხელ დავწუნდე, რომ ჩვენ სწორ გზაზე ვართ და ეს უნდა მივიტანოთ ახალგაზრდობამდე, ეს უნდა კონდეს ესტაფეტის ხასიათი, სავალდებულო ხაზგასმით ნაფანტაზიურები კი არა, სავალდებულო ნიშნავს, რომ ჩვენ ვალდებული ხარ, აასრულო ეს იდეა, დაიცვა კონსტიტუცია, მონაპოვარი, მარად ქართული იდეა, სახელმწიფოებრივი მონაპოვარი აღიარებული ამ ტერიტორიულ ფარგლებში, როდესაც გვაღიარეს ამ ტერიტორია დაირღვეოდა და ეს არის ყველაზე დიდი იდეა, რაც კი არსებობს ქართულ. სამწუხაროდ ამ იდეის დღევანდელი გამხომვანებლები თუ აღსარებლები ძალიან ცოტანი არიან. მე ყველანაირად ვცდილობ მათ ხმა მივაწვენო ტელევიზიაში თუ ისე თუ ასე ყველანაირად. დიდი რეზულტატები ვერ დავიკვეხნე, უნდა გითხრათ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩვენ ამ ესე კითხვის არ აქვს, იმიტომ რომ რეფერენდუმი კიდევ აფხაზეთი და სამაჩაბლოს ცხინვალის რეგიონი და ამ ფარგლებში როგორც გვაღიარა, ხო, საერთაშორისო საზოგადოებამ ამას ქვემოთ ჩამოწვათ ნიშნავს სუვერენიტეტის გაქრობას და შემდგომ უკვე დაფანტვას და ებრაელებს რაც დაემართა იგივე დაგვემართება. ეს რო არ მოხდეს, ვაფრთხილებ ამათ კატეგორიულად მოსახლეობას და სულ ყველას რო ხიზლად იყვნენ და ეს იდეალები დაიცვან ისე როგორც საკუთარი ოჯახი, საკუთარი ცნობიერება, საკუთარი შინაგანი სამყარო და იდეალები და ასე შემდეგ. ეს გადაცემა და ეს ურთიერთობა სამ თვალსაზრისით რაც შეეხება ახლა ორი სიტყვით კი გითხარით, დღევანდელი დღეს ესეთი არის არასახარბიელო და ბუნდოვანი, მოდი ესე ვთქვათ. ახლა ხვალინდელი დღე კიდე დღევანდელზე არის, ხო, დამოკიდებული თუ სწორი აქცენტები არ გექნათ დღეს და სწორი ნაბიჯები ადეკვატური არ გადადგე გეოპოლიტიკაში, ეკონომიკაში, ფინანსებში, ეროვნულ თანხმობაში რაც თავარია, შედეგები კატასტროფული იქნება. ამის თავიდან ასაცილო ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, რომ ეს ხიდები
გავდოთ იმ ადამიანებთან, ვისაც სწორედ ესმით და ვალდებული არიან შეასრულონ პროფესიონალურად, მოქალაქეობრივად. შემდგომ თუ შევთანხმდებით თანხმობაზე, მე რეზულტატიც იქნება. თუ არა და კიდე დაგვემართება ის რაც ისრაელს დაემართა და მე ამ შეცდომის გამოსყიდვა ძალიან რთული იქნება. ვაფრთხილებ ამაც რატოდ. ახლა ნელა რო გადმოვიდეთ ამით მოგეხსენებათ რა ეგეხება ყოველ დღეს დაჭერები, ვეგური დასახიჩრებები, აურკვეველი ბუნდოვანი და ხვალინდელი დღე არის კიდევ უფრო ბუნდოვანი შეგეთქვას, მაგრამ თავად რაღაცებზე მინდა შეთანხმდეთ და თქვენ ახლა მინდა გადმოგცეთ ამდენი ლაპარაკის შემდეგ, მინდა თქვენ აი ამ მოვლენებსაც რაც მე ვილაპარაკე ერთი-ორი სიტყვით შეეხოთ, როგორც ასეთი ორი სიტყვით როგორ თქვენებოთ და მე გადმოვიდეთ დღევანდელ დღეზე, რა უნდა გავაკეთოთ, რა პრობლემები დგას ასეთმა ჩვენ წინაშე, მოქალაქეურად, კოლექტიურად და ეგ ხედავთ, ჩვენ გადავართ ახლა ეს მუნიციპალური არჩევნები ორად რო გაიგო, რამასაც შევეხოთ ბოლოსკენ და გითმობთ ასპარეთ და მადლობა რომ მოგწონეთ. არა მე მაინც ველოდებით თქვენგან კონკრეტულ კითხვებს და ასე მოყვებით საუბარში დიდი სიამოვნებით რაც შეეხება ჩვენს უახლოეს წარსულს, რა თქმა უნდა, ვერც კი შეგეჯიბრებით თქვენ პირადად იღებდით მონაწილეობას იმ მოვლენების ფორმირებაში, მე მხოლოდ შემიძლია პატივცემა გამოვხატო ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც იბრძოლა იმისათვის, რომ აღდგენილიყო ჩვენი დამოუკიდებლობა და ერთი რაც შემიძლია ვთქვა, პატარა ბავშვი ვიყავი, მაშინ რაღაც თინეიჯერი და ჩემი მეზობელი, რომელთანაც ერთად ხანდახან დავდიოდი ხოლმე მიტინგზე, ამბობდა, ღმერთო, ვერც კი ვიჯერებ, ოდესმე ნეტავ იქნება საქართველოს დამოუკიდებელი და მეორე დღეს მომკლავ და მეც ეს ჩამრჩა, რაღაცა ვერ წარმომიდგენა, რომ ჩვენ ვიქნებოდით დამოუკიდებლები და როდესაც ეს გამოცხად და ეს მახსოვს შეგრძნება, რომ ის რისიც ძნელად გვჯეროდა, დიახ, რისიც ძნელად გვჯეროდა, როგორც ბავშვებს ისე დასრულებს ახდა, ასე რომ იქიდან მოყოლებული მე ყოველთვის მაქვს უკეთესი მომავლის იმედი და ალბათ აი ამიტომაც დგავარ დღეს ქუჩაში. დღევანდელ დღეს რაც შეეხება ამასში გაცილებით პროაქტიურად ვიღებ მონაწილეობას, რა თქმა უნდა, არა როგორც პოლიტიკოსი, არამედ როგორც საზოგადოების აქტიური წარმომადგენელი, მე ესე ვიტყოდი. ჩემი უკმაყოფილება საქართველოში არსებული სიტუაციით დაიწყო მოგხსენებათ ეს გავრილოვის ღამე ყველა მიცის, აი მაშინ აი დაახლოებით იმ პერიოდში მე იყო ეს რუსული კანონი, ბევრი რაღაცა მოხდა. ნიშნები იყო, მაგრამ ეს როგორ გითხათ ესე აქტიურად და სხვათა შორის როგორც კი რაღაცა დემონსტრაცია ტარდებოდა, მე მაქვს ეს ჩვევად, ყოველთვის გავდივარ და ვაპროტესტებ, ესე იყო წინამთა ხელისუფლების დროს და ესე იყო, რა ვიცი, უბრალოდ ვარდების რევოლუციის დროს საქართველოში არ ვიმყოფებოდი, გერმანიაში ვსწავლობდი და იქ არანაირი წვლილი არ მიმიწვრის როგორც საზოგადოების ერთ წევრს მოვლენებში, მაგრამ დანარჩენგან მე ყოველთვის სადაც ვთვლი საჭიროდ რომ გავიდე და გავაპროტესტო, ამას ვაკეთებ დიდი სიამოვნებით. სად ვცდები, სად არა, ამას ალბათ განსჯის მერე უკვე ისტორია, როდესაც ჩვენ შთამომავლებს ექნებათ საშუალება გაანალიზონ ის რაც ხდებოდა ამ საუკუნეებში, ამ ორ საუკუნეზე საუბარი ამ წლებში, თუმცა მე ვთვლი რომ ადამიანმა უნდა უსვინოს თავისი სინდისის ხმას და იდგეს სადაც სინდისი კარნახობს, არა გონება კარნახობს, რომ ეს პრაგმატულად კარგია, ხა თუ გაჩუმდები, ან აქეთ ხარეს დადგები, რაღაცა მოგება გექნება, არა, უნდა დადგე იქ სადაც სინდისი კარნახობს და აი ამას ნამდვილად ვაკეთებ. მემუარული ხმების მიუხედავად თუ გესმის რომ თითქოს რაღაცას გვიხდიან არ არის ეს სიმართლე, ყველანი იქ ვდგავართ, იმიტომ რომ როგორც იქ არის ნათქვამი ამ ცნობილ ფრაზაში სხვაგვარად არ წალგვიც. დღეს ჩვენ ვთვლით რომ საქართველოს ევროპული მომავალი საფრთხეშია, ეს კი ჩვენთვის, მე ვთვლი რომ საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის, მით უმეტეს იმის ფონზე, რომ ეს მუხლი კონსტიტუციაშია ჩაწერილი, წარმოადგენს ეგზისტენციალურ საკითხს, ამიტომაც რაც ხელმეწიფება ვაკეთებ იმისათვის, რომ გავაპროტესტო ჩვენი ქვეყნის როგორც საგარეო კურსი, ისე ის რაც ხდება. მაგალითად, მე ვიყავი დამკვირვებელი მარნეულში 2024 წლის 26 ოქტომბერს არჩევნებში, დიახ, 26 ოქტომბერს
და ჩემი თვალით ვნახე როგორ გაყალბდა როგორ იმ წუთას იმში ყალბდებოდა არჩევნები ხო იქ იყო იცით რა არის ეს იყო ერთ-ერთი კადრი მაგრამ იქ იყო უამრავი კიდე სხვა დარღვევა იმიტომ რომ ჩვენ ყველა დამკვირვებლებმა გავიარეთ ესეთი ტრეინინგი მთელი დღის განმავლობაში ვიცოდით თქვა რა არის წესი რა რისი უფლება გვაქვს რისი არ გვაქვს რისი უფლება აქვს არჩევნო კომისიას და როგორ გითხრათ აი იმ წესების რომლის მიხედვითაც წესით უნდა ჩატარებულიყო ეს არჩევნები 90% დაირღვა დაწყებული იმით რომ წესი იყო რომ მაგიდა მაგალითად სადაც ხდებოდა აი რეგისტრაცია მომრჩევლების უნდა მდგარიყო კედლიდან მოშორებით იმისათვის რომ დამკვირვებლებს ქონოდა მაგალითად საშუალება გვენახა რამდენად შესაბამება თქვა ამა თუ იმ პირის მიერ მიწოდებული ID ბარათი ნამდვილად მის პიროვნებას თან ჩვენ ვიმყოფებოდით უნდა გითხრათ მარნაულში სადაც ქართულად არსაუბრობს მოსახლეობის დიდი ნაწილი და ძალიან ხშირად იყო რომ აზერბაიჯანულ ენაზე კარნახობდნენ ციფრებს ამიტომ ძალიან პირადობის ნომრის ციფრებს და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო რომ ჩვენ თქვათ გარიყავით სარეგისტრაციო მაგიდების უკან და გაგვეკონტროლებინა ეს პროცესი და პირველი რაც შეგვდა როგორც კი შევედით ოთახში იყო რომ მიდგმული იყო მაგიდები ანუ უმთავრესი ერთ-ერთი პრინციპი დაკვირვების დაირღვა. იქ იყო კიდევ უამრავი აი ამაზე საუბარი ძალიან შორს წაგვიყვანს, უამრავი დარღვევა, მაგრამ სწორედ ამან მომცა საფუძველი, გამომეხატა ჩემი პროტესტი, როგორ გითხრათ, ძალიან თამამად მე ვიღაცის ნათქვამს კი არ ვენდობი, რომ ეს არჩევნები დაირღვა, მე ჩემი თვალით ვიხილე, როგორ დაირღვა, ვთქვათ, აი ამ ერთ ცალკეულ ოლქში. მე ამას მოყვა არაერთი სხვა დამკვირვებლის ასევე მონათხრობი, რაც გვაძლევს საფუძველს, რა თქმა უნდა, ჩვენ თავის დროზე მოგვცა საფუძველი, არ გვეღიარებინა ეს არჩევნები, გულისხმობ დამკვირვებლებს, ჩვენ მერე მოგვიანებით შევქმნით ესეთი ინიციატივა, დამკვირვებლები, რომელსაც ძალიან ამაყად საზოგადოებრივი ინიციატივა წარმოვადგენ, უანგაროდ ნამდვილად ვემსახურებით ამ იდეას, ახალი არჩევნების მოთხოვნის იდეას. და მერე იყო უკვე შემდეგ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა ცნობილი განცხადება და ამას მოყვა რომ პრინციპში ცივილური სამყაროს ქვეყნების უმეტესობა უდიდესმა ნაწილმა არ აღიარა ეს არჩევნები და ეს ასეც უნდა იყოს. ანუ მე რას ვამბობ, ადამიანს აქვს უფლება ხმა მისცეს ქართულ ოცნებას. ეს მისი კონსტიტუციით მინიჭებული უფლება უბრალოდ ესია დემოკრატიის პრინციპები და ჩვენ იმ დროისთვის ყოველ შემთხვევაში ვაღიარებდით რომ დემოკრატიული ქვეყანა ვართ და დღესაც ოფიციალურად არ ამგონია ხა გამოვიდნენ და თქვენ რომ ჩვენ არ ვართ დემოკრატიული ქვეყანა არ აქვს უფლება უმცირესობას წაართოს გამარჯვება უმრავლესობას. აი ეს არის აქ მთავარი მე მგონია პრობლემა და ამიტომაც თამამად ვდგავარ ქუჩაში 258 დღეა ხო მე მგონი დამავიწყდა მალე 250 იქნება. უბრალოდ ჩვენ უფრო დიდხანს ვდგავართ, იმიტომ რომ 27 ოქტომბრიდან მოყოლებული ვდგავართ დამკვირვებლები ქუჩაში. და ვითხოვთ პრინციპში ერთადერთ რამს ძალიან მშვიდობიანად ვითხოვთ ამას ყოველგვარი რადიკალიზმის და აგრესიის გარეშე მიუხედავად იმისა რომ ამას გვაბრალებენ ეს არის ჩვენი კონსტიტუციით მონიჭებული უფლება ვითხოვთ სამართლიან და თავისუფალ არჩევნებს. ანუ სამართლიან და თავისუფალ არჩევნებს. ახლა მე მაშინ დაგიკონკრეტეთ, იმიტომ რომ მე მინდა დღევანდელი დღესა და აქედან გადავალ ჩემი მოყვარებაზე. წარსულის შეფასებაზე თანხმდა. დიახ. ახლა თქვენ დასავლური სტანდარტებით დიდი საკათ გავლილი გერმანიაში ხო? სწავლობდი 5 წელი, ხო გერმანიაში დიახ. ახლა იქაური სტანდარტები და დემოკრატიული ფასეულობები და ნორმები და ასე შემდეგ, ახლა კატასტროფული ეს მიიღო. პირდაპირ გეტყვით რა, ერთადერთი არჩევნები აქ ჩატარდა, აი პარადოქსალურ რაღაცას ვიტყვი, მაგრამ 90 წელს ისეც კომუნისტებმა ჩაატარეს, ჩვენთან ერთად, გვალმაგდასთან ერთად. სადაც აი მართლა პარიტეტულ საწყისებზე იყო, მართლა დემოკრატიულ საწყისებზე არჩევნების ჩატარება, საარჩევნო ადმინისტრაციას ეხება, კანონსაც ეხება და ყველა იყო ფაქტიურად თანაბარ პირობებში რა, თვითონ კომუნისტებმა, რომელმაც რაღაც
დანაშაულებრივი ორგანიზაცია იყო ხო თავის დროზე, მაგრამ შემდგომ დროთა განმავლობაში ხო ის დრო ყველაფერს კურნალია და აღგործელად ეს მენტალიტეტი შეიცვალა და ნეოკომუნისტურ ავადმაში მოვიდა ნორმალური და კარგი ადამიანები მათ რიგებში დღესაც არიან, რომელთანაც მე ახლო მეგობრული, მეცნიერული, პოლიტიკური და კოლეგიალური ურთიერთობა მაქვს, ძალიან ახლოს, აქაც გამოდიან ეს ადამიანები და არ არის პრობლემა, რა მთავარი ადამიანმა გადალახოს, გადააფასოს თავის წარსული. შემდგომ უკვე ადეკვატური იყოს იმ გამოწვევებისადმი, რასაც ქვეყანა და ყოველდღიურობა უწესებს. აი ამ ადამიანებმა, რომელმაც 9 აპრილი რაღაც მოაწყვეს, გივი გუმბარიძე იყო, არ ვიცი. მახსოვს ძალიან კარგად კი. კაკების გენერალი იყო, ნინო. კაკების გენერალი. როგორც ასეთი და ჯუმბერ პატიაშვილი რო გადააყენეს, ასე თქვა, შევარნაძე ჩამოვიდა და მახსოვს გუშინდელი. ხათაშორის მეც მახსოვს და თინეიჯერი ვიყავი მაშინ, ხო? თქვას იმ სავარძელში და პატიაშვილი გადადგა და ურთულეს პირობებში მოუწია და ეს ფაქტიურად 9 აპრილის ტალღა იყო, 9 აპრილმა გაანთავისუფლა მაშინ საქართველო. მერა პოსტავო შინაგანად გაანთავისუფლა და 9 აპრილმა აბსოლუტურად მოხსნა ყველა კითხვა. ისე რომ თვითონ კომუნისტებმაც კი რაღაც არჩევნები იყო მარტის თვეში, 99 წელს მარტის თვეში, რა. ჩვენ ეროვნულმა ძალებმა ბოიკოტი გამოუცხადეთ, შეიძლება ესეც ითქვას, არჩევნებში არ მივიღეთ მონაწილეობა, აქტიური და ესეთი არა. თუმცა იქაც კი გივი გუმბარიძე და კომპარტიამ სხვადასხვა ნოდარ ნათაძე, პაატა კოკოშვილი და ერთი-ორი სერიოზული ადამიანი იყო, პერსონალურად შესული. ნოდარ ნათაძე აქტიური კაცი იყო და ყოველთვის ცდილობდა, რომ შანსები ხელიდან არ გაეშვა და იქ კომპარტიამ საქართველოს გამოაცხადა ოკუპირებულ ტერიტორიას. წარმონაქმნად რა ეს ნოდარ ნათაძეს ტექსტი იყო, გივი გუმბარიძეს მევოდანა და კომუნისტებმაც გაიზიარეს. რატო გაიზიარეს? იმიტომ კი არა რომ ახლა განსხვავება მოვიდა ზევიდან, იმიტომ რომ პრაგმატულადაც ფიქრობდნენ, იმიტომ რომ არჩევნები გარდუვალი იყო, აი ეს ახლანდელი თუ არა შემდგომი, სადაც მოუწევდათ ასე თქვა 9 აპრილის იდეასთან, მოვლენებთან, შედეგებთან თვალის გასწორება და უკვე საქართველოს გრძელვადიან მომავალს ეხებოდა საბჭოთა კავშირი იშლებოდა, ევოლუციური პროცესებიც ხდებოდა და უნდათ რომ ჩათრევას ჩაყოლებჯობია ამ თვალსაზრისით და იმიტომ გამოაცხადეს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიად რა. თვითონაც ფაქტობრივად საოკუპაციო რეჟიმი დაირქვეს, იმიტომ რომ თუ აღუახენ, მაშინ შენც იგივე ხარ. აი ამ ადამიანებმა, იმიტომ ვახსენე კონკრეტულად, ჩაიდინეს ДДС, წამოვიდნენ შევხვდათ ნაბიჯზე და პარიტეტულ საწესებში ჩაატარეს არჩევნები და გვარმა მაგდამ დამაჯერებელი გამარჯვება იზეიმა. კონსტიტუციური უმრავლესობით მოვედით მაშინ მახსოვს და ამის შემდეგ რა მოხდა საკეს არ ვიპარაკო, მაგრამ ეს აქტი თავისთავად. მე გივი გუმბარიძე მოვიდა და მე საერთოდ არც დასწრებია შემდგომ წავიდა და არც ჩარეულა შემდგომ რა მის დასახელოდ უნდა ითქვას არა, არც პოლიტიკაში, არც ინტრიგებში, არც ფულში, არც ბიზნესში, არც არაფერში განერიდა აბსოლუტურად. თვალსაზრისით ეს ადამიანი პატივისცემას ემსახურებს. ნამდვილად. ვინი ახლა შეადარეთ ახლა მათ, წურბელეს მართლა კრიმინალურ ბანდას, რომელიც საკუთარ მოსახლეობას ასახიჩებს, 300 კაცზე მეტი დასახიჩები, პატიმარ ბავშვები, ნაწამები, ახალგაზრდები 4 და 8 წლამდე ახლა ეს ახობაზე თუ რა უარი არის, ის იყო 8-დან 20 წლამდე აქ მოხდინებული და ახლა რა ვიცი, ახლა შენ მომავალს ესე რომ უყურებ და ელემენტარული რაღაც ეროვნული თანხმობის არანაირი მნიშვნელობა რო არ გესმის და ახლა ზია ამაღლობას რო ახლა 4 და 6 წლის ფარგლებში რო ცდილობს მოხლე მიუყენო, იმის გულისხმობს რომ ლოყა გაუწეთ და ეს ასე თქვა ვიზავის რა არ ვიცნობ ეს კარგი ოჯახიდან იყო, თავისთავად ვიცნობ იმ ოჯახობას. მაგრამ როგორც ეთქვა, семья безуродной не бывает.
სამწუხაროდ მაღაზია ახდა და ესეთი შემთხვევებია კატასტროფალურ მინდა მე დასაწყისში ყოველთვის სოლიდარობას გამოვხატავ მათ სინდესის პატიმრებისა და პოლიტპატიმრების მიმართ რამგონი თქვენს გიერთდებით აუცილებლად იმიტომ რომ ახლა ამის გარეშე ხო და ეს ახლა შეგრებულად კეთდება ეს ყველაფერი ცხადზე ცხადია რომ არანაირი კომპრომისი ამათავრუნდათ არანაირი დიალოგი ინო მეცაძრეთვით აი სამოქალაქო ომი და უბედურობა რო იყო შემდგომის ეს ხეტრიონე და ზოიადი და ეს რომ ეროვნული ჩვენი ხელისუფლება რო დაამხედა აიცი ცხინვალში ომი აფხაზეთში ომი იყო 9 ღამე ხო ტარდება ყოველდღე წელიწადში ერთად იქ მოსულები იყო ხალხი რომლებთან ერთმანეთისთვის ყურა ჰქონდათ ნასროლი და ერთმანეთს ესწრებოდნენ და მოკლულობიც რაც ისინიც კი დადგნენ ერთად რა გარკვეულწილად აი ერთმანეთი აღიარა შეიძლება ითქვას რაც ამადგან ანუ დიალოგის აუცილებლობაზე ვლაპარაკობ რა დიალოგს ვერ დაახოვ იმას, როდესაც ვიღაცა გინდა შეიტყო პარლამენტში, ლეგიტიმაცია მოახდინო, შენი რაღაც ესეთი დანაშაულებრივი ისინი ჩამოირეცხო, ვერ ჩამოირეცხო ეს გასაგებია და გარკვეულად ეს ბანკერები არიან თუ რაღაც ამ სისტემის ჭანჭიკები არიან, ესენი გინდა შეიტყო არჩევნებში, როგორც ასეთი რაღაც ძვალივით გამოხრული ძვალი გადაუგდო, ესე შეიძლება ითქვა, სხვა არაფერი არ ქვია მაგას და ამ თვალსაზრისით რაღაც ლეგიტიმაცია მოიპოვა და ნელა დასავლეთის კეთილგანწყობა თუ არა რაღაც ესეთი სანქციები რო შეამცირო, ხო? ეს არის ამათი ასე ვთქვათ ამოცანა საუბედუროთ და არ ვიცი მე თქვენი დამოკიდებულება მინდა ამის თემა გავიმასაუბრა, იმიტომ რომ ეს მე მყავდა მაგალითად პაატა ზაქარიაშვილი მაგალითად წინააღმდეგზე მე სხვადასხვა ბანაკის ხალხს ვიწვევ სხვადასხვა კურსებიდან სტანდარტული კითხვები მაქვს მაგალითად როგორც ასეთი ისტორიულ მასშტაბიან თუ დღევანდელი თუ ხვალიტელი დღესთან მიმართებაში და ეს ვადამდელი და აი ამ არჩევნებზე იქონდა რა მაგასთანაც ლაპარაკი რა ვიცი ხა ამ თვალსაზრისით შეიძლება დებატები ორჯერ ჩავატარო 4 აგვისტომდე არის ალბათ ბოლოა და ეს სოლუკიანის კომისია რო იქნება და შემდგომად აი მე მაინტერესებს თქვენი დამოკიდებულება აი მუნიციპალური არჩევნების მოქალაქეური პოზიცია პოლიტიკური წამსი რა გველოდება რას კარგავთ რა რისკი არის და ფუჩავის ხარეზეა პატიმრების ოჯახები როგორი მე პირდაპირ უთხარი პაატას მეთქი მე ახლა ჩემი მსოფლმხედველობა მაგ ძალიან კაფიო ძალიან რო არ კონდეს ეს არის განსაკუთრებული მიუხედავად ამისა შეიძლება რაღაც კომპრომისზე წავიდე იმ თვალსაზრისით რომ მაინც ოჯახის აი პატიმრების ოჯახის იმას გაუწევ ანგარიშს კი არა დავემორჩილები რასაც ესენი იტყვიან არჩევნებთან მიმართებაში შეიძლება ყველაფერში არ ვეთანხმდები მაგრამ დავემორჩილებ გამიგეთ ხო ჩემი პოზიცია ეს უთხარი პაატასაც და ჩემი პოზიცია ესეთი თქვენი პოზიცია მაინტერესებს ახლა როგორ არის რანაირად რა შანსები არის და როგორ უნდა მოიქცეს ძირითადი ბირთვი ისე რომ რაღაც შემდგომ სამოქალაქო სივრცე აღმოჩნდეს გაუჭუჭყიანებელი და ესეთი თავისუფალი მე მაქვს ესეთი პოზიცია მე თვითონ არ მივიღებ მონაწილეობას ამ არჩევნებში ანუ როგორც ამომრჩეველი და ნუ ვიღებ აქტიურად მონაწილეობას აქციებში რომლებიც ამ არჩევნების არ ჩატარებისაკენ მოგვიწოდებენ აქ გვაქვს მე მესმის რომ პოზიციის გარკვეულ სპექტრს აქვს სხვა მოსაზრება და სხვა კუთხიდან უყურებენ ამ საკითხს, მაგრამ ჩვენ გვაქვს ჩვენი არგუმენტები. ჯერთი როგორც დამკვირვებელმა მინდა ვთქვა, რომ მაშინაც კი, როდესაც კანონმდებლობა ბევრად უკეთესი იყო დღევანდელთან შედარებით, იმიტომ რომ ახლა შეიცვალა კიდევ უფრო გამკაცრდა ძალიან ეს წესები, მაშინაც კი ჩვენ მოგვპარეს ეს არჩევნები. აქედან გამომდინარე აი ამ პირობებში, როდესაც იგივე ადმინისტრაცია ადმინისტრირებს არჩევნებს,
წარმოუდგენლად მიმაჩნია ამ არჩევნებმა ასახოს საქართველოში არსებული ანუ ამ მუნიციპალიტეტებში არსებული ადამიანთა უდიდესი ნაწილის ნება. ასე რომ ძალიან მარტივია ჩემთვის ამ გადაწყვეტილების მიღება, მიუხედავად ისე რომ მესმის სხვათა შორის მოვისმინე ის მოსაზრებები, რომლებსაც ვთქვათ ლელო ახმოვანებდა გახარიას ახმოვანებდა მოვისმინე, მაგრამ არ აღმოჩნდა ჩემთვის დამაჯერებელი, ამიტომ მივიღე არასაკმარისი, აი ელემენტარულად იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ შანსი არ გვაქვს მოვიგოთ კი არა, საერთოდ რაღაცა თვალსაზრისით მაინც აისახოს ის, რაც არსებობს დღეს საქართველოში, რა დამოკიდებულებაც ქართული ოცნების მიმართ ეს აისახოს იმ არჩევნებზე. ამიტომ ჩემთვის ძალიან მარტივი აღმოჩნდა საბოლოოდ ამ გადაწყვეტილების მიღება, მე არ ვაღიარებ ამ არჩევნებს და არ მივიღებ მონაწილეობას, როგორც ამომრჩეველი, რა თქმა უნდა. სხვას რას მოუწოდებთ? არ მიიღონ, რა თქმა უნდა, აი ამიტომაც აქტიურად ვიღებ მონაწილეობას ამ სხვადასხვა აქციებში, სადაც ჩვენ ყოველთვის ვითხოვთ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, ეს არჩევნები ვერ იქნება. ელემენტარულად, იმიტომაც რომ უბრალოდ დღევანდელი არსებული კანონმდებლობა ვერ უზრუნველყოფს მათ სამართლიანად ჩატარებას. სამწუხარო ფაქტია და ამიტომაც ყველაზე სწორი გამოსავალი მიმაჩნია, რომ ვიბრძოლოთ ახალი არჩევნებისთვის, ნამდვილი არჩევნებისთვის, რომლებსაც ადმინისტრირებას გაუწევს უკვე დამოუკიდებლად მოაზროვნე, არ ვიცი, ორგანიზაციები, ინსტიტუციები თუ ადამიანები. იმიტომ რომ დღეს ეს ჩვენი საარჩევნო კომისია, CSKO, ხო, ცენტრალური საარჩევნო კომისია, ვერ უძლებს კრიტიკას, იმიტომ რომ ყველაფერი, რასაც ისინი აკეთებდნენ აი წინ არჩევნებზე, მეტყოლებს იმაზე, რომ ისინი ვერ უზრუნველყოფენ დამოუკიდებელი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას. ძალიან მარტივად არის საქმე, მე მგონი. მე იმიტომ მოვიყვანე გივი გუმბარდეს ეს მაგალითად ძალიან დიდი. არა, სხვათა შორის ისიც უნდა აღნიშნოს, რომ ის 2012 წელსაც ჩატარდა ეს არჩევნები და ამის შედეგად ნაციონალური მოძრაობა წავიდა, ხო, იმიდან მმართველობიდან და გადასცა მმართველობა ქართულ ოცნებას. თქო, წარმოიდგინეთ, ანუ ესეც მოხდა, ამის ის გვაქვს ჩვენ პრეცედენტი და ანუ გამოდის, რომ ისიც არჩევნები იყო, ხო? იმიტომ რომ შეიცვალა მმართველობა. რასაც ვერ ვაღწევთ ახლა, იმიტომ რომ ეს არ იყო არჩევნები. განსხვავება უარდარებენ წინა რეჟიმსა და დღევანდელ რეჟიმს. ხო, ეს არის, გახსოვს ისინი წავიდნენ. დათმეს. გავსებას ბევრია, მაგრამ ერთი მისმის რასაც დიახ. და რაში. იმაში რომ მიხეილ სააკაშვილი, მე არ მინდა ხა მაგაზე ვილაპარაკო, ეს დრო და ეს არ მაქვს. ხალხი როდი მას ვიტყვი რომ რასაც ესენი მაგაზე დავებიან რაღაც თანხის მოსატანის არ არის თუნდაც კოსტიუმები და ნამახვარ ხეზე 540 მილიონით რო აზარალეს ქვეყანა უკვე და ეს ჩვენი სტატისტიკების გადასახდელია ყველაფერსო თავი მათო სხვა იმაზე ახლა არ შევჩერდები ხოდა მიხეილ სააკაშვილმა აღიარა წაგება დიახ გვახსოვს ყველას ძალიან კარგად რა გვაღიარა იმიტომ რომ ევროპული თამაშის წესებს დაემორჩილა ესენი არ ემორჩილებია განსხვავება ძალიან დიდია იმ თვალზე ვითომ ხო ეწერა თვითონ კი არა თვითონ მიიღეს 78 მუხლი არ არის და ევროპულ სივრცეს გამოყოფილი ის არის და ყველაფერი უნდა გააკეთოს ამ ქვეყნის პოლიტიკური სამართლებრივი და სამხედრო ინტეგრაციის ხო წერია ეს და ამათ მე ეს არ გააკეთეს ვითომ თქვენს რომ ჩვენ მივდივართ ღირსებით ევროპისაკენ ეს ლოზუნგი აიფარეს შემდგომ როცა დაჭირდათ ეს უკუაგდეს ასე ვთქვათ ეს ლოზუნგი სხვათა შორის ჩაგერთვებით და ამორჩეველიც მოატყვეს იმიტომ რომ როდესაც გავიდნენ არჩევნებზე 2024-26 ოქტომბერს მათ პროგრამაში ეწერათ გამოფენილ პლაკატებზე ეწერათ რომ ღირსებით მიდიან ევროპისკენ ესე იგი გამოდის რომ ევროპისკენ არ მივდივარ და ის ნაწილი ქართული ოცნების ამორჩევლისა რომელიც უჭერს მხარს ევროპულ მხარეს ევროპულ ჩვენს კურსს მოტყუებული დარჩა.
მათ მოატყოს თავიანთი ამომრჩეველი. ხო, მოატყოს და ესე იგი მაგათ თუ რაც გამოჩნდა 28 ნოემბრის განცხადებაში. რადიკალურად განსხვავებული ვითარება, მეც აღგეთქვით რა. ამათმა ღირსებით ევროპის ეს ნიღაბი საერთოდ ჩამოიხსნეს, როგორც ასეთი ნიღაბი მოისროლეს, შეიძლება ევროპული ნიღაბი. ეს საშრებში დადგა რა. პირდაპირ ევრაზიულ სივრცეში ამ ქვეყნას ან ინტეგრაცია, ან იმასაც ვერ ახერხებენ და იმას განბედაობაც არ აქვს, რომ თქვან რომელ სივრცეში მოდათ საქართველოს ინტეგრაცია. იმიტომ რომ როდესაც სომხეთი გამოვიდა, ასე ვთქვათ, ბელორუსი, ყაზახეთი, რუსეთის, ასე ვთქვათ, პოლიტიკური, სამხედრო და ეკონომიური სისტემიდან, რამ გამოიწვია სომხურმა ლობმა საფრანგეთში და ამერიკაში. ანუ მათ შეხედეს, რომ ეს სომხეთი გაიწირა ყარაბაღის ომში, აზერბაიჯანულმა, თურქულმა ტანდემმა ეს სერიის მომენტი იყო, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი და ასე შემდეგ. გაიცვალა ეს ინტერესები და რუსეთი არ ჩაერია სამხედრო თვალსაზრისით, მაშინ ვალდებული იყო სომხეთის ხარი დაეკავებინა, როგორც ასეთი. და ამის შემდეგ სომხეთმა უკვე დღეს გადაწყვიტა ევროპასთან ინტეგრაცია, ნატოს ბლოკთან უახლოესი მჭიდრო ურთიერთობები და დღეს უკვე გადაწყვეტილია თითქმის რა პაშინიანს ეგრეთ პრობლემებს უხდეს, მათ შორის სამღვდელოებას, ჩვენსავით, ზუსტად ანალოგიურად. და ეკაური ენერგეტიკული მაფია, რუსეთიდან შეგზავნილი დივერსიული ჯგუფები, მეხუთე კოლონა, როგორც ასეთი და პაშინიანი გერძოვებით იგერიებს ამას წარმატებულად. წარმატებული იქნება დრო დაგვანა და ვფიქრობ, რომ მოიგებს ეს ამ პარტიას. სხვათა შორის ბიძინა ივანიშვილი იყო კაცი, რომელიც ამბობდა, რომ ჩვენ ესე უნდა მოვიქცეთ, როგორც სომხეთი იქცევა, ხო გახსოვთ, ეს ცნობილი სიტყვებია. გავახსენებ ახლა მაგას, თუ მესტოს სომხეთი მისაბაძე ახლა მიბაძოს მაშინ კი არ იყო მისაბაძე, როდესაც ეს თქვა 8 წლის წინამდე, მაშინ რუსეთი, ყაზახეთის და ამ ბლოკში ორდავე გაერთიანება ეკონომიკას და ახლა სომხეთის სტორგზაზია, სტორგზაზია და ეს ფაქტიურად 300 წლიანი ურთიერთობა გაწყვეტა სომხებმა რუსეთთან. ეს ყოველთვის დასაყრდენი და ჟანდარმეც იყო კავკასიაში შეიძლება ითქვა სომხეთი, მაგრამ რუსეთის ნების აღსრული. რუსეთ, სპარსეთის, ირანის, როგორც ასეთი და ეს კავშირები გასწდა. რო გაწყდა, მაშინ ახალი ალტერნატივა არის ევროპა, ევროკავშირი, ამერიკა და ასე შემდეგ. ანუ ჩვენ გვინდა წაგებული და დამარცხებული სომხეთის ადგილი დავიკავოთ აი ამ სივრცეში. აი ამაზე დიდი ღალატი, ასე ვთქვათ რა. არ არსებობს ქვეყანაში წმინდა გეოპოლიტიკური, რასაც ეკონომიური, ფინანსური, დემოგრაფიული და ყველანაირი საკითხები მოყვება და ჩვენგან არაფერი არ დარჩება. ამიტომ ვინც ამას ვერ აცნობიერებს, ძალიან ახლო მხედველი ადამიანია და ეს ახლა ვოლსკის ჩასვლა იქ ჩინურ კომპარტიასთან იქ რაღაც კავშირების და ემების დადება, ამას ვერაფერ თუ არ უშველეს, როგორც მაშინ უნდა გითხრან კონკრეტულად რა გაერთიანებაში უნდათ მათ ინტეგრაცია საქართველოსი, ეს ახლა პარტიული ინტეგრაცია თუ ქვეყნის ინტეგრაცია თუ არის, მაშინ ამაზე რეფერენდუმი უნდა ჩაატაროთ და რეფერენდუმის მნიშვნელობა იმიტომ ვილაპარაკე დასაწყისშივე რა, იმიტომ ამოვდივარ რომ ამ რეფერენდუმის შედეგებს სანამ ჩვენ ცოცხლები ვართ, ეგენი ვერ გადაახტებიან როგორც ასეთი და შეუძლებელია. ამიტომ ვცდილობ მე და ჩემი მეგობრები ამ იდეას ასე ვთქვათ, მეტანას. ამას ფუნდამენტალური მნიშვნელობა აქვს და დღეს კიდევ უფრო აქტუალურია უზენაეს საბჭოს უნაპოვარი და თუნდაც შემდგომ უკვე მეორე პარლამენტშიც ვიყავით და კონსტიტუცია რომ მიიღო, იქაც საკმარისი კარგად არის, მკაფიოდ არის ჩაწერილი ამ ყველაფერი. თუ რაღაცა შეცვლა გინდა შენ, ხო? ადაკი შეცვალე რეფერენდუმზე გამოდი ინიციატივით, ხელების გადაგრეხით არა, ესე მეტ არ გამოვა, რაღაც ძალოვნები და რაღაც პათოლოგიური ტიპების რაღაც ექსპანსიით, როგორც ასეთი, ეს უნდა მოხდეს ესეთ ნებაყოფილობითი და დასავლური სტანდარტები და თუ გაიმარჯვეთ, შეიძლება მე და თქვენაც ხარით უჭირო. მაგრამ ეს ერთი არ გქონდეთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ირონიულად ვამბობ. ამიტომ ეს საკითხები არის ფუნდამენტალური რა შეიძლება ითქვას და აქ შესწავლის ნიშნავს აი რაღაც საბედისწერო კატასტროფულ
შედეგებს მოიმკი ცოტა ხანში რა როგორც ასეთი, ამიტომ ამ დათმობა შეიძლება არაფრით. ასეთი და ამიტომ დგავართ ყველანი ქუჩაში და ვაპროტესტებთ. დიახ, ამიტომაც განდებით და არა აუცილებელია, იმიტომ რომ აქ ხო გეუბნებით რა, აქ თვითონ თითოეული მას დიდი მნიშვნელობა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამბობთ ახლა ეს ესმით ამათ არ ესმით ანაერად უყურებენ ამ საკითხებს და ეს ახლა აგვისტოს აი 4-ში და 8-შიც კიდე მნიშვნელოვანი დღეებია. ესეთი ცხელი ივლისი და ივლისი მე არ მახსოვს 34 წელიწადი ამ საქმეში ვარ მეტი კითხვის 40 და ესეთი ცხელი ზაფხული პოლიტიკურ ყველა თვალსაზრისით რა ტემპერატურული თუ პოლიტიკური ტემპერატურით და რა ვიცი თელევიზია უკრაინა ერთელი თავისი სანქციებით და ასე შემდეგ. მე უბედურება ის არის კიდე ყოველდღე ხდება დანაშაულებრივი პოლიტიკის რაღაც მაღალ სიმაღლეში აყვანა ეს სტუდია და ეს ტელევიზია იმითვით არის ღირსშესანიშნავი სხვა იდეებთან ერთად რომ აი ერის სასიცოცხლო ინტერესები მაღალ სიმაღლეზე და შელამაზების გარეშე მაგალითად მიწის საკითხი საერთოდ კატასტროფული მდგომარეობა მოქალაქეობის მიღების ბინადრობის მიღების უფლებები როგორც ასეთი როგორც აქ ხდება ლიბერალური კაი სიტყვა, მაგრამ თელ შემთხვევაში ხან დანაშაულებრივია, ხან კარგია როგორც ასეთი, ყოველთვის ლიბერალიზმი არ არის კარგი. მით უმეტეს ასეთ ვითარებაში, როცა სამართლებრივი სისტემა საერთოდ აყირაებულია, ამ მიგრანტების ემათი შემოსევა ძირძველების გადინება დანაშაულებრივად და ახლა აქ მე რაც მოხდება, მე მგონი ძალიან ცოტა ხასი უმცირესობაში აღმოჩნდები. მიწის რაღაც დანაშაულებრივად გაყიდვა კულტურული მემკვიდრეობის იავარქნა შეიძლება კულტურულ მემკვიდრეობას შეუძლია ჩამოაწევენ სტატუს დაუქვეითებენ ნიველირებას მოვა და მე ყიდიან ციხეები და ეს უნიკალური ესენი იყიდება რაღაც და უკვე რაღაც ზოგიერთმა სასაფლაოდაც გადააქცია უძველესი კულტურის მქონე ესენი სხვა ქვეყნების შენატრიან ესეთ რაღაცებს და ახლა საერთოდ არ ვიცი რა ახლა ეს უკვე ყოველგვარ იმას გადასცა ყველანაირი ეს არის დამნაშავეების ბანდა შეიძლება ითქვას ახლა სხვა სიტყვა არ გვია ამას ეკონომიკის სამინისტრო და ეს უძრავ ეკონომიკის ესენი განკარგავენ ამას რა თქმა უნდა ზევიდანაც დაშვებულია მწვანე შუქი არის ანთებული ამ მიმართულებით და ესენი სარგებლობენ რა ამიტომ აქ ამის ნება აუცილებელია და სამწუხარო და საუბედუროდ ამ ტელევიზიის გარდა სხვა თემაზე თითქმის არავინ არ ლაპარაკობს რა თითქოს სადღაც გრენლანდიაში ხდებოდეს ეს აი ჩვენ სხვათა ხდება გახვალ თუ არა ამ შენობიდან და ქალაქგარეთ გახვალ თუ არა დანაშაულებრივად რა ამიტომ ეს მიწის კანონი, მიწის კოდექსი, თვითმმართველობა ესენი ევროპას აზე დგას, ევროპა და დასავლეთი დგას თვითმმართველობის ინსტიტუტზე. ეს ჯერ კიდე რიჩარდ ლონგულის დედას ესმოდა ელეონორა რო იყო, მაგან დაიწყო ამის პროპაგანდა და პირველი ასე ჯვაროსნულ ომში დაყოლოდა ქმარს და შვილს და თვითმმართველობას ატარებდა ეგ რაზეა ლაპარაკი. საუბრობენ გაუნათლებელ ადამიანებთან აქვს საქმე, როგორც პოზიციაში და ისე ოპოზიციაში, თანაბრად ეხებათ მათ სამწუხაროდ. და ამიტომ ეს დინამიკა, ეს სრულებები, რომელზეც ჩვენ ვილაპარაკეთ, აუცილებელია იმისთვის, რომ გადახარისდეს, შეივსოს ესეთი სრულყოფილი, ესეთი ცხოველყოფილური ის დაეწყოს ამ ყველაფერს და ეს სტუდია, ეს ადამიანები და ეს ტელევიზია და თუნდაც ეს კოლექტივი, მეცნიერთა კონგრესი, უზენაეს საფრთხის მნიშვნელოვანი ნაწილი ამის უზად არის ყოველთვის. თემა უნდა იყოს ესეთი სერიოზული რა და არა ერთმანეთს რაღაც ქილიკი და რაღაც ნიშნის მოგებით ასე თქვა ლაპარაკი. გავიგეთ ახლა ესენი ვინც არიან, კიდევ დამნაშავეების ბანდა, როგორც ასე. აქ უნდა შეიქმნას ალტერნატიული ავეც მოძრაობა და ძალა რა, რომელიც აი ამ კონკრეტულ საკითხებზე რამოდენიმე მათგანი ჩამოგითვალეთ. აი ამ სასიცოცხლო ინტერესების გარშემო გაერთიანდება და არჩევნები
აი ამ ეგიდით უნდა ჩაბარდეს როგორც ასეთი რა. მე ვერ ხედავ ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში იმ ძალას, რომელიც აი ამ პრობლემატურობას ხედავდეს და თავის თავში მოიძიოს ის ძალები, რომელიც კონტრაქტს გააფორმებს მოქალაქეებთან, საკუთარ მოქალაქეებთან. არჩევნები ეს არის სხვა დანიშნულება, არჩევნებს არ აქვს. არჩევნები არ არის მარტო ლობისტობა და ბანკერები თუ ისინი ვიღაცას დაიქირავებენ და ეს შეიტყუებს იმას და ეგ აღმოიტყუებს და ხაფანგს დაუგებს და ასე. ეს არ არის არჩევნები არის კონკურენტულ გარემოში დემოკრატიულ საწყისებზე, ასე ვთქვათ, აეკრობა და შეჯიბრება. მე მგონი დამეთანხმებით. ნამდვილად. მე ერთ სიტყვი რა მე მაინც ვთვლი რომ ჩვენ გვყავს ოპოზიციური სპექტრი რომელსაც შეუძლია მთელი რიგი პრობლემების გადაჭრა და მე ჯერა რომ არსებობენ ჩვენთვის ყველასთვის პარტიები რომლებიც წარმოადგენენ ქართული ოცნების ალტერნატივას ამიტომ მოვუწოდებ ყველას იბრძოლონ სამართლიანი არჩევნებისთვის და როდესაც ეს არჩევნები ჩატარდება უკვე მივიდნენ საარჩევნო უბანზე და ხმამისცენ პროევროპულ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროევროპულ ოპოზიციურ ძალას იმიტომ რომ რაც არ უნდა განსხვავებები არსებობდეს ამ ოპოზიციურ პარტიებს შორის თავარი არის რომ ისინი საქართველოს მომავალს ხედავენ ევროპაში ეს არის მართლაც ეგზისტენციალური საკითხი და მე უკვე შეიძლება ბრძოლა მე შეიძლება იცით თუ დემოკრატია იქნება ბრძოლა იქნება ადეკვატური როგორ გითხრა და მართლაც ექნება საშუალება საზოგადოებას განსაზღვროს თქვათ უმრავლესობას როგორ გადაწყვიტოს ესა თუ ის საკითხები მოუწევთ ამ რა თქმა უნდა ამ თქვენს მიერ დასახელებულ საკითხებზე პარტიებს ბრძოლა თუმცა ეხლა ამ წუთში ჩვენ გვაქვს მართლაც ეგზისტენციალური საკითხი გადასაწყვეტი ვრჩებით ევროპული მომავლით აი ამ გზაზე რომელიც ჯერ კიდევ სულხან-საბამ დაგვისახა თუ უბრუნდებით ევრაზიულ სივრცეს რაც საქართველოს უდიდესი ნაწილის აზრით არის ნამდვილად არასახარბიელო, არაოპტიმალური, მოდით ასე ვთქვათ. და ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილის სურვილი უნდა აისახოს ჩვენ საგარეო კურსზე. ამაშია საქმე. მეტი არაფერში აქ ამ შემთხვევაში იმას კი არ აქვს მნიშვნელობა, ვთქვათ, ქართული ოცნების ცალკეულ ჩინოვნიკებს რა აწყობთ უფრო, ხო? იმიტომ რომ აქამდე დავდივართ ბოლოს, რომ ვთქვათ, ვიღაცას აწყობს ეს. აქ იმაზეა საუბარი, რა წერია საქართველოს კონსტიტუციაში და რა კურსი ავირჩიეთ ჩვენ ოფიციალურად ამიტომ უნდა პატივი ვცეთ ქართული ხალხის არჩევანს, საქართველოს კონსტიტუციას და მივმართოთ ჩვენი მზერა ევროპისკენ. ეს არის ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი. დანარჩენ საკითხებს უნდა მოვუაროთ ალბათ მას შემდეგ, რაც ვიტყვი ესე გავიმარჯვებთ სახელოვნად, იმიტომ რომ ისე არ ვტოვებ არც ერთ ეთერს, რომ ეს არ თქვა. ყოველ შემთხვევაში მე გეთანხმები თქვენ თავის სტრატეგიულ საკითხში, ოღონდ ეს ჩემი აზრით არის არასაკმარისი და ის რომ მაგალითად აი ჩვენ ძალიან კაფეოდ უთხარით საზოგადოებას მათ შორის ქალბატონ პრეზიდენტს 3 წლის წინ ნახევარი, აი ეს დღევანდელი ოპოზიცია და მაგათ გვერდში რო არიან სულ თითქმის უყურა დღევანდელი იმსახით. მაშინ როდესაც ისინი ეს არალეგიტიმურობას ხმამაღლა გაზახოდნენ და იზახოდნენ და ეტაბერგეთქვით უწმაწური სიტყვებითაც მოიხსენიებდნენ, გახსოვთ მე მგონი არ დავასახელებო მას პერსონებს, შეურაცხყოფელი და რაღაც ის ხულიგნური შეიძლება ითქვას. მაშინ ჩვენ კონკრეტული წინადადებებით მიმართავდით მაგ ქალბატონს. იყო რამოდენიმე სერიოზული შეხვედრა. მის რეზიდენციაში ძირითადად. მაშინ მოდარნათაძე ცოცხალი იყო. პირველი შეხვედრა მაშინ იყო. ერთი ორჯერ გამეო. რას შინას კეთვით რა მოკლედ რაში მდგომარეობდა ეს შეხვედრა. ჩვენ მოვითხოვდით თავაზობდით უბრალოდ. ჩვენ თავაზობდით გაერთიან ეროვნულ თანხმოვანზე პარტიული ნიშნით გაკეთებულ ალტერნატიულ
პოლიტიკურ გუნდს, რომელიც გამოვიდოდა არჩევნებში, ოღონდ პოლიტიკური ის არ იქ, პარტიული სახე არ ეკნებოდა ამას, გაერთიანებული სიით, კოალიციურ მთავრობას და რაც თავარია, უადამდელ გარდამავალ არჩევნებს. გარდამავალი ნიშნავს შემდგომ რამეს, ამათ გასაგონად მინდა თქვა, არა 4 წლიან და 5 წლიანს, როგორც სტანდარტი არის მილონს. სტანდარტი ჩემთვისაც მისაღებია 20 წლიანი უნდა იყოს და 20 წელი ნახე. მაგრამ ამ ვითარებაში, როგორც ასეთი, მაშინ როდესაც აი ეს საკითხები რა, საბაკოს საკითხები, მებახშეობის ასე ვთქვათ ინსტიტუტი, მიწის საკითხები, თვითმმართველობის ასე ვთქვათ კოდექსი და მთელი რიგი თუნდაც ცხინვალის საკითხი და აფხაზეთის და რეფერენდუმის შედეგები და ასე შემდეგ, კომპლექსური საკითხია რა. ამ სხვა კიდე მეცნიერთა კონგრესშიც რაც არის კიდე დაყენებული. დიდი ციფრი არ არის, 10 საკითხია ძირითადად. აი ამ საკითხების ირგვლივ უნდა მოხდეს ასე ვთქვათ, იმაზე შეთანხმება, რომ ეს საკითხები განიხილება როგორც ასეთი და რომელიც განსხვავებით 20 წლიანი, 1 წლიანი უნდა იყოს, რომელმაც უნდა მოამზადოს შემდგომ 20 წლიანი არჩევანი. თორე წინააღმდეგ შემთხვევაში აზრი არ აქვს, როდესაც საგნობრივი დავა არ არის, თეთრი და შავი არ განირჩევა, მაღალი და დაბალი არ განსხვავდება, მაგათი ანაკლიის საკითხი რო აჩემებული ვართ. ეგ როგორ არის ახლა? ეს არის რაღაც დილეტანტების მიერ ახირებული რაღაც იდეა, რომლის თანახმადაც 7 და 5%-იან პარტიას უნდა ანაკლია გაიფორმოს თავის თავზე. ეს ახლა ესეთი სისულელე და ესეთი მიამიტობაა რა, რომელიც ახლა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ამას უნდა მოხვდეს, ამას წინ უნდა უძღოდეს უпроსორად თვითმმართველობის მომენტი, დეცენტრალიზაციის მომენტი, როგორც ასეთი, რეგიონის სტატუსის ასე ვთქვათ განსაზღვრა, კონკრეტულად იმ რეგიონში, სადაც ეს ფოთი და ანაკლია არის და ანუ ნიკო ნიკოლაძეს ასე ვთქვათ პროექტის დღევანდელი განმარტება, როგორც ასეთი, დეცენტრალიზაცია ფინანსური, ეკონომიური ყველა თვალსაზრისით და ამის შედეგად თქვენ შეგდაადენო და ევროპაში ბრძანდებით თქვენა და ახლა ევროპაში სხვადასხვა კუთვნილები, საკუთრების სხვადასხვა ფორმები არსებობს, მაგალითად დიდ ბრიტანეთში სხვა. ხო, ხა ჩვენ გადავდივართ საკითხებზე, რომლებშიც მე ვერ ვერკვევი ძალიან კარგად, ამიტომ ეს საკონებრივი, ესეთ სამწუხაროდ ვერ აყვებით, საინტერესოა თქვენი მოსმენა, მაგრამ მე ვერ აყვებით. ნორვეგიული მოდელი. ამაში ვერ ვერკვევი. საკუთრების სხვა არის, ბრიტანული კი ბატონო, ალბათ. ნიდერლანდების სხვა არის. არ ვერკვევი ამაში. ჰოლანდიაში ნამყოფი ხართ მე მგონი, ხო? როტერდამი ჰოლანდიისთვის რას ნიშნავს გასაღებია, ეგ ამარაგებს ჰოლანდიას, ნიდერლანდებს უпроსორად და მაღაზია არის. ანუ როდესაც აქ ვერ გიპასუხებთ ვერაფერს, იმიტომ რომ ამ სამწუხაროდ ვერ დიახ ხარ ეს საკითხი სერიოზულად დააყენო და არა მიფუჩეჩები და რაღაც პარტიული და პერსონალური და გამდიდრების ასე ამისთვის მოიყვანეთ თქვათ იმ პარტიის წარმომადგენელი რომელიც შემოვა თქვენთან დებატებში ხო დიახ სამ თემას და იმას ვაჟღერებ როგორც ასეთი სტილო პროფესიონალებსაც ხო რა თქმა უნდა ამას ესე არ ვაკეთებ, არც ნიშნეს მოგები და რაღაცა მე დიდი ისენი მაქვს რა, ბავშვობაც გატარებული, ვიცნობ მხარეს ელემენტარულად და დიახ მათ შორის დასავლეთის პრაქტიკას ამთორი. ძალიან საინტერესო ის იქნება თემა ცალკე გადაცემისთვის. არა, ნამდვილად ხო მე არ უნდა ვსაუბრობდე. მე არ მიყვარს საუბარი თემაზე, რომელზეც არ მაქვს ჩამოყალიბებული მოსაზრება და ხო. არა, დღეს ახლა ამაზე გიპასუხეთ. თემაც ფუნდამენტალურია და კარგი მოვჭით მაგაზე, ახლა თამთავრდება ჩვენ და და რა ვიცი ახლა ბოლო აკორდი მინდა მოვუწოდო აი კამერა მაქვს წინ ხვალ მე დიახ მოვუხსეთ იგივე პაატა ბურჯულაძე 4-8 ოქტომბერს ეს ეროვნული ხარილობა თანხმობა იქნება რა გაგრძელება იქნება სად უნდა იდგეს დიდი ნაწილი გასაგებია რა, ნო, არ მონაწილეობა უცვლელია. უზენაეს სამეფოს აღას გარკვეული ნაწილი უჭერს მაგას სხვათა შორის, უზენაეს სამეფოს ეს იყო შეკრება ამასთანა და სხვათა შორის ძალიან ესე დაბლოკა შეიძლება ითქვას ხელოვანი, მან რაღაც ესეთ გასაღები რაღაც ჩაუკეტეს და რაღაც ესეთი
მოკლედ რა შემიძლია მე ვთქვა მე ვხედავ რომ არსებობს მთელი სპექტრი ოპოზიციისა რომლებიც სადაც საკუთარი წარმოდგენა აქვთ იმაზე როგორ შეიძლება მივიდეთ იქამდე რომ დაინიშნოს ახალი არჩევნები და დამთავრდეს ქართული ოცნების ჰეგემონია საქართველოში ყველას მოუწოდებ გაეცნოს აი ამ ხედვებს მიიღოს საკუთარი გადაწყვეტილება რაღაც გარკვეული მიღებული გარკვეული ანალიზის შედეგად ჩემი გადაწყვეტილება არის ეს რომ მე მხარს უჭერ იმ პროევროპულ ოპოზიციურ პარტიებს რომლებიც მოგვიწოდებენ არ მივიდეთ არჩევნებზე და რომლებიც არიან უკვე ახალი პირობების მოლოდინში რომელთა ფარგლებში უკვე შესაძლებელი იქნება სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარება. მოვუწოდებ ხალხს მოერიოს დაღლის გაწმილების გრძნობას და გამოხატოს პროტესტი, მოვიდეს რუსთაველზე, მიიღოს მონაწილეობა აქციებში, მივიდეს შეკრებებზე, სადაც ხდება მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა, გეოპოლიტიკა ერთმხარეს არის და ჩვენ გასაგებია ვიცით რომ დამოკიდებულები ვართ რაღაც თვალსაზრისით ასევე ჩვენს უცხოურ პარტნიორებზე, მაგრამ საქართველოში გასაკეთებელი საქმე უნდა გააკეთოს წება საქართველოში უნდა გააკეთოს ჩვენმა საზოგადოებამ, ამიტომ მოვუწოდებ ჩვენ საზოგადოებას აქტიური პროტესტისკენ, რომელშიც ვართ იდეაში ჩაფლულები, ბოლო, რა ვიცი, 80-იან წლებიდან მოყოლებული, უფრო ადრეც ყავდა დისიდენტები, არაჩვეულებრივი, რომლებიც იბრძოდნენ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის და გავაკეთოთ ეს ყველაფერი და მაშინ მჯერა რომ მარო მაყაშვილის ლეგენდად ქცეული სიტყვების არ იყოს, გავიმარჯვებთ სახელოვნად. და დიდი მადლობა გაზრდაცემაში მოპატიჟებისთვის. მადლობა რომ მოგზავნეთ მაღალი პოზიციები დააფიქსირეთ მე კიდე დარჩენილ დავუმატებდი იმას რომ ემთხვევა ჩვენი პოზიციები ძირითად აქცენტებში ოღონდ შემთხვევაში მე რა ვიცი ვისურვებდი რომ ეს სტუდია ღია იმ ადამიანებისთვის ვინც ამ 4 ოქტომბერს აანონსებენ მაგის მნიშვნელობაზე მის გაცნობიერებაზე, მის ფასეულობებზე, თვითონ შემდგომ რა გაგრძელება შეიძლება კონდეს ამ ეს სტუდია და ეს პროექტი ყოველთვის ღია, მათ შორის ბატონი პალატასთვის თუ ინებებს რა თქმა უნდა, სხვა ტელევიზიებში კი დადეს და კარგი იქნება აქაც თუ შემოიხედავს და დაგვაფასებს როგორც ასე მით უმეტეს აქ ისტორიული ადამიანები ბრძანდებიან ისტორიულ თემებზე და მაღალ რეგისტრებში საუბრობენ ყველას გასაგონად მინდა თქვა ესა როგორც ასეთი ყველას მინდა ყველა მართალ ადამიანს წარმატება უსურვო განსაკუთრებით პოლიტპატიმრებს, სინდესის პატიმრებს და მოუწოდო კიდე რა მოწოდება შეიძლება ამაზე, მაგრამ მაგათი დაცეცხლონების იმედი მაქვს, მაგრამ ელემენტარულად თავისი შვილების და შვილიშვილების ღირსების და ეს გადასარჩენად მაინც გადადგან ისეთი ნაბიჯი, რაც აუცილებელია ამ ქვეყნის მშვიდობიანი თანაარსებობისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში თვითონაც აილებებიან და თავიანთ მოდუმასაც ძალიან ცუდ მდგომარეობაში დააყენებენ. არ მინდა ამის გაკეთება, არავინ არ მემეტება ამისთვის, იმიტომ რომ მე ბევრი რაღაცეები მაქვს ნანახი მაგათგან განსხვავებით და ამიტომ ბატონო დამთავრდა მე მგონი ჩვენი ისა. ავთავროთ მაშინ ჩვენ და კიდევ და ვისურვოთ რომ ახორციელდეს მოვლენები ისე როგორც ამ ქვეყნის მომავალს ფასობას და მე ღია ადამიანებს ეკადრება. დიდი მადლობა. მომავალ შეხვედრამდე.